დავიქირავოთ გონიერი, ბრძენი, ერის შევხედოთ რომელი ქვეყნებია გაბწყინებული, რომელი ქვეყნებია დიდარი. ებრაელი. ისრაელი, შვეიცარია, დანარჩენი ქვეყნები რა ვიცი ხა რომელი კანადა, კი ბატონო, დავიქირავოთ ეს ჭკვიანი გონება გახსნილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას წინ წაწევენ და განავითარებენ ჩვენს ქვეყნის მომავალს. და ჩვენს ერს სამსახურიც გამოუჩნდება, სასწავლებელის სწავლას წყურია ხალხს და ვერ სწავლობს ახალგაზრდობა. მამაკაცებს სამსახური არა აქვს, ზიან და შეშფერს თამაშობენ. რა თქმა უნდა, ეხლა რა მოხდა შეხედე. სახელმწიფო პრემიერ-მინისტრმა თუ ვიღაცამ გამოაცხადა განათლების მინისტრმა, რომ ყველა ჩამოსული მიგრანტებისთვისო უფასო სწავლაო აფრიკელისთვისო, ჩინელისთვისო, ინდოელისთვისო. თავის ხალხმა უვაროს რა თქმა უნდა. თავის ხალხი ვერ იხდის წელიწადში 2000 ლარს ვერ იხდის იმაში სამედიცინო უნივერსიტეტი გავსებულია ინდოელებით. შვილებს ხოის ჩამოთრეულ, ბოდიში მართლა ჩამოთრეულებს ასწავლი უფასო და შენ შვილს, შენს ქართველს აგდებ ქვეყნიდან და უშვებს სადღაც გარშოკების საწმინდად ახალგაზრდა გოგოს. აბა არ ვიცი რა, სად არის, არ ვიცი რა. მედეია, ემიგრანტები ყავთ შეშვებული კარგ სახლებში და საწყალი ქართველი ხალხი არიან ცისქვეშ დამათხოვრებულები და წევან პოლზე. როგორ შეიძლება ასეთი რამე? რამდენი ემიგრანტი ნატრულობს თავის ქვეყანაში? თუნდაც 500 ლარიანი ხელფასი მქონდესო. 500 ლარით რას ირჩენს თავს, მაგრამ მე რას ვიძახი? ჩემს ქვეყანაში ვიყო, მირჩენია ცივი ჭადი, მაგრამ იმ ცივი ჭადის ჭამის თავის ფულიც არ მაქვს, საშუალება არ მაქვს, ამოვწყდებიო. მიგრაციაში ხალხი რომ კვირაში ერთი რაღაცა რაც აქვს ის შემოსავალი 60 ფრანკია თუ 100 ევროა თუ 100 დოლარია თუ 50 ის არის იუანია თუ შეკელია, მაგისთვის არის გაქცეული რომ საჭმელი ჭამოს, საჭმლის უბრალოდ რო არ გაწყდეს შიმშილით. 25 წლის ბიჭებით მუშაობენ 15 ლარად მთელი დღე, დილით და 10 საათამდე. ღმერთმა ინებოს, მაღალმა გამჩენმა ინებოს ამ სამყარო შექმნელმა, რომ უხვად დაგვაბერტყოს ქართველებს, როგორც ჩვენს მოძმე ებრაელებს დააბერტყა თავზე აბრაამის ხვავი და ბარაკა, ჩვენი მამების, იაკობის, ისააკის, აბრაამის, რაც მათ სიკეთე და რაც მათ ბარაკა დააბერტყათ ჩვენს დედამთავრებს, რებეკას, სარას, რუთის, ყველაფერი უხვად დაგვაბერტყოს ყოველივე სიკეთე ჩვენს ქართველებს და ყოველივე სიკეთე მოგცეს ჩვენს ქვეყანას და დაე გაბწყინებული იყოს ისრაელივით ჩვენი ქვეყანა საქართველო. ნამდვილად, უკეთესო და წინსვლა ისრაელს. ყოველთვის ამას ლოცულობთ ჩვენ, ყოველთვის. ისრაელმა იბწყინოს მარად და მუდამ. ამინ. ჩვენს საქართველოსთან ერთ. მიყვარხართ. კოცნით, ყველას გეფერებით, ემიგრანტებს, ქართველებს, ებრაელებს, ყველას დიდი სიყვარულით გეფერებით და ყოველივე სიკეთეს გისურვებთ, გფარავდეთ უფალი. საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩემო ბედნიერ